ფარასთან დაკავშირებით ემსადებიან მორიგი პროვოკაციისთვის სურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ჩაიბარებს აღლუმს, რაც ნიშნავს მისი ეს განცხადება და არის თუ არა ეს პროვოკაციის მორიგი მცდელობა. ამის პარალელურად ჩვენ ნახეთ ხო კედევან ფაზის განცხადებაც, რომელიც ამს რადიკალიზაცია არის სიტუაციის საჭირო და ასე მარტივად საუბრობენ პროვოკაციებზე, საუბრობენ მსხვერპლზეც კი. თუმცა რა თქმა უნდა მათ გეგმებს არ უწერია განხორციელება, ამის ელემენტარული რესურსი არ აქვს მათ. ხედავთ საადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია, ხო, დღეს ყოველდღურად გამოდის დაახლოებით 150 ადამიანი რუსთაველის გამზირზე და ისინი აჩვენებენ ყოველდღურად საზოგადოებას თუ როგორია ოპოზიციის დღევანდელი სრულიად უსუსური სახე. ამ პირობებში რა თქმა უნდა არავითარი პროვოკაციის მოწყობა ის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად 26 მაისის ზეიმი ჩაიმის ისე როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული. დოკების დემონტაჟის უფლება მიეცით. მშვიდობის ხიდსაც იგივეს ოფერებს. ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია რადიკალურ ოპოზიციას ვერ მიცემთ იმის საშუალებას რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ ამ დღეს. დოკების დემონტაჟის უფლება მიეცით. ხიდსაც იგივეს უპირებ? მეგობარაკთან დაკავშირებით. ხიდსაც იგივე უპირებ? თქვენ ალბანეთიდან გქონდათ საუბარი მაკრონთან და რობერტა მეცოლასთან. ფარასთან დაკავშირებით ვიკითხოთ, როგორ შეაფასებთ კანონის მნიშვნელობას, ვიცით შეერთებული შტატებისა და ევროპის პოზიცია 31 მაისთან უკვე კანონის შესწავლაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კანონი. როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID, NED და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად და ეს ხდებოდა რეალურად საქართველოშიც. ხო, ხედავდით, როგორ იყო ჩართული პირდაპირ ამ წლების განმავლობაში USAID, NED, ამერიკის საელჩო, ეს ინსტიტუტები რევოლუციური სცენარის დაგეგმვაში და განხორციელებაში, რაც საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ასევე ევროპული აღიარებების პირობებში აბსოლუტურად ცხადი გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს უფლება, რომ გარედან ჩაერიოს ჩვენში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. აქედან გამომდინარე, გამჭირვალობის კანონი დაამოქმედდეს და გამჭირვალობის კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტია იმისა, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამავე ხაზს გავაგრძელებთ, შეიძლება ბატონიერების საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიეტოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება რადიო თამაშში. დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, თუმცა ჩვენ ავიღეთ ამერიკული მაგალითი. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული ფარას კანონის მიმართ, ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის იგივე, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ იყო ათასგვარი სპეკულაციები გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. რამაც ახლა დატოვა, თუმცა თავის შინაარსით ფარას კანონი არის ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრი, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭირვალობის შესახებ კანონი იყო, თუმცა საქართველოში ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ხო, პრაქტიკა ჩამოყალიბდება თავიდან ბოლომდე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამის პირობა შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ყველას. საქართველოში ადამიანის უფლებები არის განუხილავად დაცული. ფიზიკური პირი, ვისაც 1%-იც აუღია უცხოეთიდან, აი ეს მათი დისკრედიტაცია იქნება თუ არა და საბოლოოდ გამჭირვალობა არ არის გამარტივებს თქვენს ურთიერთობებს დასავლეთთან. გამჭირვალობა არ არის დისკრედიტაცია. რაც შეეხება თვითონ კანონის შეფასებას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თავის დროზე აბსოლუტურად ყალბი განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს თვითონ დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, NED, ED და სხვა ფონდები გამოიყენებოდა რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. აქ არის ძალიან მარტივად სახელმწიფო ინტერესი, რომ ჩვენი ქვეყანა ეს თქვა ტრამპის ადმინისტრაციამ. და როგორ თქვა USAID, NED, კი რევოლუციებისთვის, კი სხვადასხვა ქვეყანაში. არა, საუბარი იყო სხვადასხვა ქვეყანაზე. ამის შემდეგ თქვენ გახსოვთ იგივე ილონ მასკმა გაავრცელა
ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ზუსტად ამ კონტექსტში. რომ USAID-დან ნედი ხელს უწყობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობას და საქართველოს მაგალითი იყო ამ კუთხით მოყვანილი. ისედაც ხო ყველამ ვიცით. საქართველოში ჰქონდა რევოლუციის 4 მცდელობა გასული 4 წლის განმავლობაში. ამაში იყო პირდაპირ ჩართული USAID, ნედი, ამერიკის ელჩი იყო პირდაპირ ამ ყველაფერში ჩართული, ყოფილი გულისხმობ. შესაბამისად, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ ვერავის მივცეთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გამჭვირვალე ფულით საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები. ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ. ახსოვეთ ჩარევებთან დაკავშირებით ევრაზიის მკვლევარი მარკ ეპისკოპოსი წერს, რომ მეგობარი აქტი არის პირდაპირ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენის საუბრის ნაცვლად პრაგმატული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. თქვენი შეფასება როგორია? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართული ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს დამოუკიდებლობას. მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ქართული ხალხის მიმართ და საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ. არ უპასუხიათ, თუმცა დომილის ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. მაგას ჩვენთვის განმარტავთ და ბოლომდე დავისვათ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. არა, მე მინდა თქვენი პოზიცია არის ჩვენი საქმე. ბატონო ირაკლი, სახელმწიფო დეპარტამენტმა მეორე დღეს თქვა, რომ ქართული ხელისუფლებამ და მთავრობამ სამინისტრო ისევ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ახალი არჩევნები, კანონების გაწევა და საგარეო კურსის შეცვლა. ეს არის მოთხოვნები მათი, როგორ შეაფასებთ ბალტიისპირეთთან ამ დამოკიდებულებას? ლიტოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს. არის deep state-ის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიტოვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს, ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის ჩვეულებრივი deep state-ის ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიტოვის ხელისუფლება ვერ შეაყენებს ტრადიციულ მეგობრობას ქართულ და ლიტოვალ ხალხებს შორის. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გითხოვთ, ბატონო ირაკლი, საქმეზე მაჭავარიანი საქართველოს წინა დაადგინა ამ შემთხვევაში სასამართლომ, რომ არსებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება წარიმართა ევროპული კონვენციის შესაბამისად და აღნიშნულ პროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის ნორმები. რას ნიშნავს ეს? განცხადებების ფონზე რაც გვესმის. ზოგადად სტრასბურგის სასამართლო არის განაჩენი კოლექტიური ნაცმოძრაობისთვის. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური ნაცმოძრაობა დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაკლებ ბევრჯერ დამარცხდა, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. ხო, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ისინი ყველა ამ შემთხვევაში, გახსოვთ როგორი სარჩელები შედიოდა კონკრეტული ადამიანების დაბატონებებთან დაკავშირებით, ტელევიზიებთან დაკავშირებით და ეს შემდეგ ყველა საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა წინა ხელისუფლება და გაამართლა მოქმედი ხელისუფლება. შესაბამისად ეს საქმეც არის ამ ყველაფრის ლოგიკა. ბატონო ირაკლი, შეიძლება გახსოვთ ბატონო ირაკლი, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან პასუხი არ მიგიღიათ, თუმცა მეორე დღეს მე როგორც მახსოვს ფორმულა კითხა სახელმწიფო დეპარტამენტს და პასუხი იყო ასეთი, რომ საქართველოს მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს ურთიერთობების გასაახლებლად და სხვათა შორის ბევრჯერ მოგვისმენია. მათ შორის ელჩების დონეზეც, რომ იცის ქართულმა ოცნებამ რა არის გასაკეთებელი. ის სხვათა შორის ჩვენ კითხვა დაგვისვამს არაერთხელ დაგვისვამს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ. ხო ამბობენ ამას, რომ იციან რა არის გასაკეთებელი. ვეკითხებით ხოლმე, აბა რა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. თორემ მათ არაფერია გასაკეთებელი. აი ვეღარ გვეუბნებიან, ხო იგივე, ზუსტად იგივე. ჩვენ როცა ვეკითხებით რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. მაგალითად ვეღარ გვეუბნებიან, რომ სიტყვაზე გამჭვირვალობის კანონი უნდა გავაუქმოთ. ხო, რატო ვერ გვეუბნებიან? იმიტომ რომ ახლა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისათვის რომ დაცული ვიყოთ ჩვენ USAID-ისგან, ED-ისგან და მსგავსი ფონდებისგან. ვეღარ გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობის კანონი არის რუსული კანონი და უნდა გაუქმდეს. რანაირად გვეტყვიან? თქვენ მაგას გითხეთ ბატონო ირაკლი, ეს ან რაზე ესაუბრეთ მაგრამ შეგიძლიათ. მაინც არის კრიტიკა დასავლეთიდან, ვერ დაალაგეთ თქვენი ვიზიტის შემდეგ. შევჯერდით აღქმასთან დაკავშირებით, საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები, ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. რა მომენტში შეთანხმდით? პოლიტიკაში ვერ შევალ, იმიტომ რომ ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური. შეიძლება ერთი კითხვა დაგიქვათ, ან დასავლეთი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, პოლიტიკური კონტაქტები გაწყვეტილია ჯერ კიდევ ივნისის თვიდან, სანქციები არის ზოგიერთი ქვეყნისგან დაწესებული, ანუ მათ რაღაც გადაწყვეტილებები მიღებული აქვთ ქართული ოცნების მიმართ და არ იციან რატომ მიიღეს, ანუ ამის ხო, რისი ვერ გვეუბნებიან ვერაფერს. რას ვერ გეუბნებიან, რა უნდა გააკეთოთ არის. რა შეაკრიტიკა? შემდეგ მარტა კოსი საუბრობს, რომ ევროპული კურსი უნდა დაუბრუნდეს ქართული ხო, მაგრამ რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ არა ვართ ევროპული კურსის მიმდევარი? რაში გამოიხატება? საუბრობთ ბატონო ირაკლი და ტრამპის საუბრობს ჩვენ კი არა. დასავლეთს არა, თქვენ საუბრობს ტრამპი. და ჩვენ ვიმეორებთ რეალურად ამას. ევროპელ ლიდერებს არ ადანაშაულებს deep state-ის რეალურად საუბარი აქვს ტრამპს იმაზე, თუ რამდენად გავლენიანი იყო deep state. გადაწყვეტილებაზე 28 ნოემბრის ძალადობაზე ქუჩაში მომიტინგების წინააღმდეგ არცერთ დასჯილ პოლიციელზე თუ მოწამეებზე ხელოვნურ დაბგოლებას თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია, ხო, რომელმაც მიიღო ოულად დაუსაბუთებელი უსამართლო გადაწყვეტილება 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით. იგივე გაიმეორეს შემდეგ დეკემბერში, მარტში, ივნისში და ასე შემდეგ. 2 წელი იღებდნენ უსამართლო გადაწყვეტილებებს საქართველოსთან მიმართებით ქართული ხალხის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება ქართული ხალხის წინააღმდეგ მოლაპარაკებების არ გახსნასთან დაკავშირებით. ახლა თქვენ თვითონ შეგიძლიათ განსაჯოთ, ვინ ქმნის ხელოვნურ დაბგოლებებს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვეხვეწებოდით. მოენიჭებინათ ერთსამით. ჩვენ ვეხვეწებოდით, მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, არ მოგცეს და ჩვენ გვითხრეს, რომ არ ვიყავით პროევროპული. ჩვენ ვეხვეწებოდით, გაიხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და ჩვენ გვითხრეს, რომ არ გვინდოდა ევროპული ინტეგრაცია. ვის არ უნდოდა ხო ჩანს? ეს ხო მათემატიკური სიზუსტით დგინდება. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა პირდაპირ და ჩაერია საქართველოს არჩევნებში. პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საჭირო იყო ამორჩევლის მობილიზაცია იმისათვის, რომ შეეცვალათ მოქმედი ხელისუფლება. ეს ხო არის ანტიდემოკრატიული ქმედება. ვინ უნდა გააკრიტიკოს ამის შემდეგ ევროპულმა ბიუროკრატიამ? ხო პირდაპირ უხეშად ჩაერიან ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში. შესაბამისად, ფაქტები მეტყოლებს იმაზე, ვერ გვეუბნებიან. ფაქტები მეტყოლებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია არის აბსოლუტურად უსამართლო ქართული ხალხის მიმართ და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. როდესაც ამას არ აქვს რაციონალური ახსნა შეიძლება მოძიოთ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ვიღაცა აფათურებს ხელს ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში. რა გამოდის ბატონო ირაკლი, იმედგაცრუებული ხართ ალბანეთში ვიზიტით, და ვერ დაკმაყოფილდით, რაც გაინტერესებდათ მაკრონისგან, მეცოლასგან, ან ვისაც ესაუბრეთ. ჩვენ როცა ვესაუბრებით ხოლმე იმაზე, თუ რამდენად უსამართლოა მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიერ, გამოსვლაც ჰქონდა რგვალი მაგიდის ფორმატში. სადაც ერთადად მესამედი დაახლოებით ჩემი სიტყვის დაუთმე იმაზე საუბარს, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თავი არ აუწევია მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. თავი არ აუწევია, იმიტომ რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. მე გითხარით კონკრეტულად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით. ხო, როდესაც ვესაუბრებით ერთ-ერთზე ადამიანებს და ფაქტებით უდასტურებთ იმ უსამართლობას, რომელსაც ჩადიან საქართველოს მიმართ. პასუხი არ არსებობს ამაზე. არავით არის პასუხი. კიდევ ერთხელ, როცა ვეკითხებით, აბა რა უნდა გავაკეთოთ? რა არის გაუგებარი? არა, განცხადები არის ზედაპირული არგუმენტების გარეშე. ევროპულ კურსს დაუბრუნდეთ. თქვენმა შეწყვიტეთ თუ გადაავადეთ ევროინტეგრაციის პროცესში თქვენი ქმედებები. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ასე აღიქვა მათ შორის კანდიდატის სტატუსზე და მოლაპარაკების მოძალადეები უნდა დასაჯოთ და ადამიანის უფლებები იყოს გაცვლილი. არჩევნები რევოლუციას გვიწყობდა ბევრი მოთხოვნა რატომ? რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში deep state-ი, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის. მე რაც ჩამოგითვალეთ იმათზე პასუხები რა გაქვთ? ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რაიმე მოგთხოვოს ჩვენ. პირდაპირ გვიწყობდნენ რევოლუციას საქართველოში. ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში. იჯდა იმ მაგიდასთან. გაჩაღუნულებიდან ვინმე იყო? მათ შორის ვინც მაგალითად თავს იკავებდა მილოცვებისგან. ის ხო პირდაპირ ახალისებდა რევოლუციურ პროცესს საქართველოში. ხო სხვა მიზანი არ ქონდა ამ ყველაფერს. ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. ჩვენ ჯერ დაგველაპარაკონ არგუმენტებით დაგველაპარაკონ. 3 წელი რატო აწოლეს ქართველი ხალხი, რატო აიუბნებოდნენ უარ კანდიდატის სტატუსზე და მერე მოლაპარაკების გახსნაზე. განაცხადით რომ გაგეკეთებინათ აქცია დასჭირდათ საქართველოს მოქალაქეებს, ბატონო ირაკლი.
აქცია სირცხვილია. გაიმართა. ამაზე საუბარი არის სირცხვილი. ამაზე სირცხვილი. საუბარი არის სირცხვილი. ამაზე საუბარი არის სირცხვილი. არა, არ გვითქვამს, ტყუილია. ტყუილია. ქვეყანა არ იყოს ზად, ეს არის ტყუილი. ჩვენ საუბრობდით რაზე? ჩვენ გვქონდა კონკრეტული მოლოდინები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და რეალურად ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც 2 დღის განმავლობაში ქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ქონდა მოლოდინი, რომ Deep State გვეთყოდა ევროპული ბიუროკრატიის ხელით უარს კანდიდატის სტატუსზე. იმისათვის, რომ შანტაჟისთვის გამოიყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ ეს ყველაფერი. ხო, მაშინ იყო პირდაპირ ინტერესი, არა მარტო ინტერესი, მოთხოვნა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი და საბოლოო ჯამში რაც გავთვალეთ, ის მოხდა. კანდიდატის სტატუსთან შემდეგ მოლაპარაკების გახსნას იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ იმისათვის, რომ დავეშანტაჟებინათ და საქართველოს ამერიკის გუმილი Deep State-ის ბრალია. პირები ამჯერად მასთან. აი რაც შეეხება ზარქუასთან მისულ ადამიანებს ამ თავდასხმას ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ფაქტი. ერთი რომ სახე დააკარგვინეს კონკრეტულ ადამიანებს, ხო? ანუ არც ქალის სახე, არც ადამიანის სახე, არც კაცის სახე არ აქვს იმ ლიბერალებს, რომლებიც ყავთ ჩართული პირდაპირ ძალადობრივ, ასე ვთქვათ, პროპაგანდაში, ძალადობრივ აქტებში და რა თქმა უნდა, ამ თავდასხმაზე პირდაპირ რეგისტრირებად პასუხისმგებლობა, მათ შორის იგივე ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. სწორედ მათი ქმედებებით არის სახალისებული ეს ძალადობა, რასაც ხედავთ ჩვენ კონკრეტული დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა ბოლო რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ დარჩება. დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა პირველ კვარტალში. 10,000-მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო პირველ კვარტალში. როგორ შეაფასებთ? ეს არის манипуляция, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, რაც არის მთავარი ინდიკატორი, როდესაც არის საუბარი დასაქმებაზე, შემცირება არის მხოლოდ თვითდასაქმებულთა ნაწილში. ისინი ადამიანები არ არიან? რომ გაერკვევით უფრო მეტად დასაქმებაში და ეკონომიკაში, მე დამის თვითმმართველობის არჩევნებზე გკითხავთ ბატონო ირაკლი კონკრეტული პოზიცია ვიცით მხოლოდ ამ შემთხვევაში გახარიას პარტიისგან რომელიც აღარ მალავს რომ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ამის პარალელურად სხვა პოლიტიკური პარტიები ოპოზიციონერი ლიდერი მაგალითად ნიკამელია ითხოვს კონკრეტულ პასუხს პარტიებისგან რომ ისინი არ ჩაერთვებიან ამ პროცესში ამის პარალელურად ასევე ბრალდებები გვესმის ერთმანეთს მიმართ რომ რეგიონებში უკვე მზადება დაიწყო რას ნიშნავს ეს და რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს ამაზე მარტივი პასუხია რაც უნდათ ის უქნიათ ასეც და ისეც 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის ისე საკრებულოს არჩევნებს საერთოდ არ არის საინტერესო ერთმანეთს როგორ დაჭამენ მარჯვნიდან მარცხნივ თუ მარცხნიდან მარჯვნივ ხო მათ აქვს რა თქმა უნდა შიდა პატარა კონკურენცია მაგრამ ბოლოს რასაც ეთქვის Deep State იმას გააკეთებს ყველა პოლიტიკური პარტია თუ Deep State დავალებს დაეწყობა 4 პარტია და მიიღებს მონაწილეობას მუნიციპალურ არჩევნებში რატომ მიეცით დოქების დემონტაჟის აქციის დროს დაკავებული პირები აუცილებლად ხო, რა შეეხება დოქებს, ხო? მე მგონი ეს პირველ რიგში ხა ეს მე არქიტექტორი არა ვარ, მაგრამ მე მგონია რომ ეს იმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს ეს ერთი. და მეორე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იმ ადგილზე იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. მშვიდობის ხიდსაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არავითარ შემთხვევაში. აქ საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯე დოქების ადგილზე. რა იქნება იქ ვიცით? სასტუმრო იქნება? აქციების დროს დაკავებული. ეგ დაზუსტება მოლაპარაკების პროცესში, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. აქციის დაკავებული პირები აუცილებენ წერილს და იმიჯნებიან წინა ხელისუფლებას. ისინი აპროტესტებენ აქციების დროს სააკაშვილის ბანერების გამოფენას. რა მიზანი უნდა ქონდეს ამ გამოჩენას? ნუ ჩვენთვის თავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს, ხო? თქვენ ხედავდით, როგორი ძალადობრივი იყო მაშინ ქმედებები, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, სახელმწიფო შენობებს და შემდეგ თავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ეს ქმედება და ის რომ რეალურად მაშინ გვერდში დაუდგნენ სწორედ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ხო? ის ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც ხორციელდებოდა 5 დღის განმავლობაში, უკიდურესი ძალადობა ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ ნაცმოძრაობას და გაემიჯნოს იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროს. ბატონო ირაკლი პოლიტიკოსები უარი თქვეს კომისიის სხდომაზე მისვლაზე, შემდგომ
ვირავის გადახდაზე, აი დაკავებას ელოდება ზურა ჯაფარიძე, სხვა პოლიტიკოსებიც. რა არის გეგმა? ყველა პოლიტიკოსი უნდა განეიტრალდეს, ამ გზით აპირებთ ოპოზიციის განეიტრალებას თუ ყველა ლიდერი თუ დაკავებული იქნება, რა მოცემულობა იქნება შემდეგ? ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ეს არის შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების გადასაწყვეტი. ჩვენ ვერ ვიღებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა ამ ადამიანების დაბარებასთან დაკავშირებით, მათი პასუხისმგებლობა იყო ესაუბრათ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც არსებობს კითხვები. თქვენ იცით, რომ არის უმძიმესი კითხვები, რომლებიც ეხება კონკრეტულ დანაშაულებს. თქვენ იცით, რა მასშტაბის დანაშაულები ჩაიდინა თავის დროზე ნაცმოძრაობამ, ხო, 2012 წლამდე და არსებობს ასევე კითხვები 2012 წლის შემდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა იყო ისულიყვნენ პარლამენტში, გაეცათ პასუხი კითხვებზე. რაც შეეხება გაგრძელებას, გაგრძელება არ არის ჩვენი საქმე, პოლიტიკოსების საქმე, გაგრძელება არის სამართალდამცავი უწყებების საქმე არ არის, მაგრამ თქვენ როგორ აფასებთ მოცემულობას თუ კი ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იქნება დაკავებული ქვეყანაში? მოცემულობა შეიძლება იყოს ერთადერთი. ქვეყანაში გაქვს სამართლის უზენაესობა, ან არ გაქვს სამართლის უზენაესობა. ერთადერთი პრობლემური მოცემულობა არის ის, როდესაც ქვეყანაში არ გაქვს სამართლის უზენაესობა.